10 მარტს დაგეგმილი გალა კონცერტისთვის ემზადება ნინო ანანიაშვილი. უკვე თბილისშია მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი ალექსანდრ ვოლჩკოვი, რომელიც პრიმა ბალერინას პარტნიორობას გაუწევს. საღამოში მონაწილეობას მიიღებს თბილისის საბალეტო დასირის შემდეგაც უკვე ჩანიშნულია გასტროლი იაპონიაში. ქართველი პრიმას ბოლო კლასიკურ გალაზე ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დარბაზის ბუნკა კაიკანის სცენაზე მაყურებელი ნინო ანანიაშვილის შესრულებით ნახავს ფრაგმენტებს ბალეტებიდან გედების ტბა, დონ კიხოტი და მძინარე მზეთუნახავი. მზადება კიდევ ერთი მასშტაბური გასტროლისთვის. მარიკა შალიკაშვილი, საკაკი გურგენიშვილისა და მაია შახულაშვილის რეპორტაჟი. ესეთი რთული პროფესია ალბათ არ არსებობს. ისევ ყოველდღე იწყებ თავიდან. ხანდახან ჩემი მეგობრები მეუბნებიან, როდესაც რეპეტიციები მაქვს და კიდევ რეპეტიციო. რაღაც გინდა, ამდენი რეპეტიცია ხო ცეკვა უკვე. იმიტომ მინდა რეპეტიცია რომ ვიცეკო. შავი სამუშაო უნდა გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ ეს არის ყველა იმ წარმატების ალბათ პირობა, რომ შენ თუ დარბაზში ხარ კარგი და შეგიძლია ეს ყველაფერი მერე გადაიტანო სცენაზე და გაიტანო მაყურებლის წინაშე. ეს არის უკვე ის დიდი ხელოვნება, რასაც ჩვენ ვემსახურებით. ყოველთვის გჭირდება თვალი, რომელიც გითვალთვალებს, გიყურებს და გისწორებს. მუშაობ მაია ზურაშვილთან, რეპეტიციობ ყოველდღე, იმიტომ რომ ასევე მჭირდება თვალი, რომელიც მეტყვის შენიშვნებს გამისწორებს. გოგო, ლამაზი ხელები. ყველაფერს აქვს თავისი წესი. როდესაც წესებს იცავ, მაშინ გამოდიხარ კარგი ბალერინა. არ შეიძლება რომ დღესდღეობით შენ აჩვენო ცუდი პროდუქცია სცენაზე, რომ ხალხი ძალიან გათვითცნობიერებულია დღეს. 2004-ში გადავწყვიტე, რომ ჩემი სახელი მთლიანად მიმეწებებინა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან. თუ ვინმეს უნდა ჩამოსვლა ჩემი ნახვა სპექტაკლებზე, ან დასთან ერთად უნდა წამეყვანოს, ან კიდე ჩამოვიდეს თბილისში ნახოს. ჩემი მიზანი ეხლა დასის წაყვანის იაპონიაში ძალიან მნიშვნელოვანია. მესეჯიც გაუგზავნო ჩემი იაპონელ მაყურებელს და ფანებს, ესე ვთქვათ, რომ აი მე მინდა რომ მათ გავაცნო შემდეგი თაობა, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ცეკვავენ ჩვენთან თეატრში. ისინი შეიყვარონ, იმათ მიაქციონ ყურადღება, მათაც გაუჩნდეთ აი ესეთი ბალეტის მოყვარულები, როგორც მე მყავს. თბილისში დაგეგმილი გალა კონცერტის წინ აქტიურად რეპეტიციობთ. 10 მარტისთვის ვამზადებთ ნაწყვეტებს ბალეტებიდან დონ კიხოტი და მძინარე მზეთუნახავი. შემდეგ კი საგასტროლოთ იაპონიაში გავემგზავრებით. ბუნკა კაიკანის სცენაზე ნინო ანანიაშვილთან და თბილისის საბალეტო დასთან ერთად 4 გალა საღამო მელოდება. ნინო ის ვარსკვლავია, რომელიც უკვე 35 წელია ანათებს და მაყურებლის აღფრთოვანებას ახერხებს. მისი პარტნიორობა დიდი პატივია. ერთად სცენაზე მე და ნინომ თითქმის 2 წლეული გავატარეთ. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენი დუეტი გამორჩეული იყო. უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ვიცოდით ყოველი მომდევნო მოქმედება სცენაზე. ნინო შეუდარებელია. მისი ხასიათიდან გამომდინარე სულ ძიებაშია. მიხარია, რომ დღესაც ძალიან კარგ ფორმაშია. მიუხედავად რომ დიდ თეატრში ვცეკვავდი, ხა მეტროპოლიტენის სცენაზე ვცეკვავდი, კოვენგარდენში ვცეკვავდი, შვედეთის სამეფო თეატრში და დანიის სამეფო თეატრში და ასე შემდეგ, მაინც ყოველთვის უფრო მეც ნერვიულობდი, როდესაც ვცეკვავდი ჩვენი თბილისის ოპერის სცენაზე. იმიტომ რომ ალბათ მაყურებელი, ალბათ ხალხის გამო, ალბათ ახლობლების გამო, იმიტომ რომ მინდოდა რომ აი ეგ მეცეკვა ყველაზე უფრო კარგად ვიდრე სადღაც ვცეკვავდი. საკმაოდ რთულია 35 წელიწადი იყო სცენაზე. წელს ჩემი 35 წელიწადი არის, რაც მე ვდგევარ სცენაზე. სიცხიანიც გამოვსულარ, ფეხნატკენიც, ბევრჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, მაგრამ გამოდიხარ, იმიტომ რომ უბრალოდ გამოცხადებული სპექტაკლის შეცვლა ჩემთვის არის მართლა ტრაგედია. თუ
თუ ტრავმა არ მაქვს მიღებული, მე სპექტაკლი არ გამიცდენია. ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს გედების ტბას. აი ყველაფერი გედების ტბასთან აქვს დაკავშირებული. ჩემი პირველი დიდი სპექტაკლი დიდ თეატრში იყო გედების ტბა. პირველი სპექტაკლი ამერიკის საბალეტო დასთან ABT-ში ვიცეკვე გედების ტბა. დიდ თეატრში ბოლო სპექტაკლი აი ისტორიულ სცენაზე 2004-ში ვიცეკვე გედების ტბა. 16 წლის შემდეგ დავამთავრე ისევ ABT-სთან გედების ტბით. ეხლაც ჩავდივარ იაპონიაში და ისევ გედების ტბას ცეკვავ აი ჩემ კლასიკურ გალაში. ბალერინისთვის ეს არის ალბათ ერთ-ერთი ურთულესი სპექტაკლი, მაგრამ ძალიან საინტერესო. აი მე მაგალითად არ მწყინდება. დონ კიხოტი იყო ჩემი მეორე დიდი სპექტაკლი, რომელიც მე ვიცეკვე. ასევე მეორე ჩემი დონ კიხოტი მოსკოვის შემდეგ თბილისში ვიცეკვე და წამოვყვა რაისა სტრუჩკოვა. მეხმარებოდა რომ აი დონ კიხოტი პირველი ჩემი დონ კიხოტი თბილისში მეცეკვა ისე როგორც მას უნდოდა. ხალხი ვიცეკვე და გადავწყვიტო. ელენე შენ რომელი მოგწონს? ამარჩევია. ეს ყველაზე ახალი, ესენი ბევრი მეცვა. ეს მომწონს ყველაზე მეტად. წინადადება მიღებულია წინადადება. ელენემ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა. კარგი, ესე იგი ამას ვიცმევ. ჟიზელი ცოტათი მოგვიანებით ვიცეკვე. გასტროლები იყო დიდი თეატრის პარიზში 10 დღის განმავლობაში მოვამზადე ჟიზელი იმისათვის რომ პარიზში მეცეკვა. ტექნიკის გარდა იქ უნდა ითამაშო, უნდა ბუნებრივი იყო ძალიან, უნდა იყო დახვეწილი. მახსოვს მე და რაისა სტეპანოვნა სტრუჩკოვა მოვდივართ ესე დიდი თეატრში და უცბად დავინახეთ იჯდა სოლომონ ვირსელაძე, ჩვენი ცნობილი მხატვარი, რომელიც დიდ თეატრში მოღვაწეობდა მაშინ. მოვდივართ და რაის სტეპანოვნა უცბად დაინახა და უთხრა: "სოლიკო ბაგრატოვიჩ, აი რა ვქნათო, არ დამავიწყდება მისი სახე, შემოგხედა და გვითხრა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უფრო ადრე გახდებით ჟიზელი." და ეს იყო და ამან გადაწყვიტა ჩემი ბედი, შემომხედა რაისა სტეპანოვნამ და მითხრა: "значит, танцуем." ყველგან ჩემს ჟიზელს, ჩემს დონ კიხოტს, ჩემ გედების ტბას ვცეკვავდი. როდესაც მე გამოვდივარ სცენაზე, ვცეკვავ როგორც ბოლო სპექტაკლს. ნამდვილად არის ისეთი ხალხი დარბაზში, ვინც პირველად გიყურებს. ლონდონში რომ ვცეკვავდი, ერთ-ერთმა პოლიციელმა გამაჩერა და მითხრა, რომ მე ვარ ესა და ესა პოლიციელი მუშაობ აქ, ყოველ დღეს თვალს გაყოლებით, ვიყიდე ბილეტი, დავესწარე შენ სპექტაკლს და ეხლა ვარ აბსოლუტურად ბალეტში და შენ ხელოვნებაში შეყვარებული. აი ამაზე მეტი კომპლიმენტი რა უნდა გაგიკეთოს ადამიანმა. რა არის ბედნიერება საერთოდ? ბედნიერება არ შეიძლება იყოს დიდი და დიდხანს. ბედნიერება არის წუთიერი წამიერი. აი ეს დღე, როდესაც შენ გეხარ სცენაზე, იღებ ესეთ ოვაციებს, აპლოდისმენტებს. ეს არის ის წამიერი ბედნიერება, რომელიც იცი რომ აღარ გამეორდება არასოდეს. გვარს ჩემს ამახინჯებდნენ და ვერ იმახსოვრებდნენ. მამასთან რომ მივედით, მოდი რაღაც ფსევდონიმი მოვნახოთ, მეთქი სცენიური ფსევდონიმი. იცი რას გეტყვი შვილო? თუ ვინმე გამოხვედი, შენ გვარს დაიმახსოვრებდა. თუ არავინ არ გამოხვედი, ამდენი საბუთების წვალება, შეცვლა და უმედურება, რა თქინდაო და აი მართლა მოხდა ისე რომ დაიმახსოვრეს ჩემი გვარი.